მოგესალმებით, ეს არის ჩემი პოდკასტების სერიის ფარული ეპიზოდი, რომელშიც ვისაუბრებთ იუმორზე, ოღონდ იმ გაგებით არა, რომ იუმორი კარგია და მოდი ყველამ გავიცნოთ ერთად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბანალური იქნებოდა. ვისაუბრებთ იმ გაგებით, რომ ზოგადად სამყაროში ყველგან არის იუმორი და იუმორი არის ძალიან უნიკალური რაღაცა, რაც ადამიანებს გაგვაჩნია და მინდა რომ ამ კუთხით დაგანახოთ და ბოლოსკენ წაგიკითხავთ ერთ ძალიან კარგი იუმორისტულ მოთხრობას, რომელიც ჩემთვის პირადად გახდა მოთხრობა, რომელ ჭრილშიც ზოგადად ცხოვრებას ვხედავდი ხოლმე და როგორც იქნა მივაგენი მოთხრობას, რომელიც ზუსტად მაგ ჭრილს ყველაზე კარგად გადმოსცემს და დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრს იცინებთ. მოდი დავიწყოთ ზოგადად იუმორის ანატომიით. საერთოდ როგორ იბადება ადამიანში იუმორი? ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო ამბავი, როცა გავიგე ჩვენი ტვინი როგორ ბადებს და როგორ წარმოშობს იუმორს. ჩვენ როგორც იცით, გვაქვს ორი ტვინი, ანუ რაციონალური და ირაციონალური ტვინი და აი მაგალითად, როდესაც ადამიანები ძალიან ძლიერი რაციონალიზმით გამოირჩევიან, მათი წამყვანი ტვინი არის რაციონალური და როდესაც უფრო ფანტაზიებში ლივლებენ და აი ადამიანები, რომელსაც ძალიან ადვილად გამოსდით რაღაცის წარმოსახვა და ძალიან ესეთი ფერადი, მრავალფეროვანი სიზმრები აქვთ, ანუ ამ შემთხვევაში მათ ძალიან კარგად უმუშავებთ ირაციონალური ტვინი და წამყვანი არის სწორედ ირაციონალური ტვინი. ასევე ნებისმიერი სახის სულიერი პრაქტიკები, მედიტაციები, სიზმართხილობი და ასე შემდეგ, ბევრად უფრო ადვილად გამოსდით ადამიანებს, რომელსაც წამყვანი აქვს სწორედ ირაციონალური ტვინი. თუმცა იქ იმას არ ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ერთი ტვინი გვაქვს წამყვანი, რომ მეორე არ მუშაობს. რა თქმა უნდა, ორივე მუშაობს, უბრალოდ ხან ერთია ჩართული, ხან მეორე არის ჩართული. თუმცა შეიძლება იყოს ისე, რომ ერთმანეთში ძალიან ადვილად გადადიოდეს და გადმოდიოდეს ხოლმე, გადაერთვებოდეს და გადმოერთვებოდეს ხოლმე. სხვათა შორის, იმისთვის, რომ სულიერი პრაქტიკები იყოს ძალიან შესარგი და მაქსიმალურად კარგი ჩვენი ორგანიზმისთვის, სხეულისთვის და ენერგეტიკისთვის, ანუ მე მაგალითად რომელ პრაქტიკაშიც ვარ, ეს არის კრია იოგა, მან პირველი ვარჯიში, რომელსაც ვაკეთებთ, ეს არის ჩვენი ტვინის ორივე ნახევარსფეროს ჰარმონიზაცია ერთმანეთში, იმიტომ რომ მაქედან იწყება მერე მთელი დანარჩენი მედიტაცია, პრანაიამები და ასე შემდეგ. ანუ ორივე რაციონალური და არარაციონალური ტვინი ერთმანეთთან იმეჩება, თლიანდება ენერგეტიკულ დონეზე და შესაბამისად ფიზიკური მუშაობის დონეზეც და მერე იწყება დანარჩენი 12 საფეხურიანი პრაქტიკა არის და ეს არის პირველი რაც ვაკეთებ და მერე მიდის უკვე დანარჩენი 12 საფეხურის გაკეთება. ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მოდი ახლა მანდ წავალთ, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი არის იუმორზე და მოდი ახლა ავხსნათ როგორ იბადება ჩვენში იუმორი. მოკლედ რაღაცა ინფორმაცია როდესაც შემოდის ტვინში, აი უბრალოდ გეხართ ადამიანი გელაპარაკავთ, რაღაც ინფორმაცია შემოდის ტვინში. პირველი ის შედის რაციონალურ ტვინში და როდესაც ჩვენ ზოგადად ვართ სადაც რაღაცა ოფიციალური გარემო არის, ეს შეიძლება იყოს შეხვედრა, სამსახური, ტრანსპორტი, ქუჩაში, სადაც მოკლედ მოგვეთხოვება რომ ვიყოთ ადეკვატური ადამიანები და სოციუმის წევრები, ყოველთვის იქ წამყვანი ძირითადად არის ხოლმე რაციონალური ტვინი მასეთ სიტუაციებში. შესაბამისად, როდესაც ესეთ სიტუაციებში ვიმყოფებით და წამყვანი არის რაციონალური ტვინი და ჩვენს ტვინში შემოდის ინფორმაცია, რომელიც რაციონალური ტვინისთვის შეუძლებელია რომ დამუშავდეს, ამ შემთხვევაში ის გადაეწოდება ეს ინფორმაცია ირაციონალურ ტვინს, იმიტომ რომ რაციონალურს არ შეუძლია ამ ინფორმაციის დამუშავება და ირაციონალური ტვინისთვის კიდევ ეს წინადადება ან ეს ინფორმაცია იღებს ძალიან აბსტრაქტულ სახეს, რომელიც ხდება უკვე ძალიან სასაცილო. ამიტომ არის რომ ზოგ ადამიანს აქვს იუმორი და ზოგ ადამიანს არ აქვს იუმორი, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ძალიან რაციონალური ტვინის პატრონები არიან, ანუ წამყვანი აქვს რაციონალური გონება, ხო, ისინი არასდროს არ გადააწოდებენ შემოსულ ინფორმაციას ირაციონალურ ტვინს და არასდროს არ ხდება ამ ირაციონალური ტვინის მიერ ინფორმაციის უფრო გაშარჟება და ესე ვთქვათ exaggeration-ი, ანუ გაბუქება რეალურად რაც იწვევს მერე იუმორს და გაცინებას, ხო, როდესაც რაღაცა ინფორმაცია შემოვიდა, რომელიც ჩვენ გონებაში კიდევ უფრო გაიშალა, კიდევ უფრო რაღაც არ ვიცი, ფანტასტიკის ჟანრის ინფორმაციად გარდაისახა, რაღაცები მივაბით, მოვაბით, წარმოსახვით და მერე გახდა ძალიან სასაცილო. ხო, ადამიანებს რომელსაც არ აქვთ იუმორის გზნობა, ანუ არ აქვს გულისხმობ ფრას, ანუ იუმორის გზნობა ზოგადად ყველას აქვს, ხო, იმიტომ რომ ხა რაღაცაზე ყველას გვეცინება,
ხო, შეიძლება ვიღაცას ეცინება ქუჩაში რომ დაინახოს, რომ ვიღაცა წაიქცა მაგაზე და სასაცილო ეგეთ ვიდეოებზე და ვიღაცას მართლა ძალიან კარგ სტენდაპზე ეცინებოდეს, ხო, ვიღაცისთვის ეს შეიძლება გაუგებარი იყოს. შესაბამისად, ადამიანები, რომელსაც ეცინებათ მაღალი დონის იუმორზე, ანუ აი სტენდაპის დონის იუმორზე და აი მართლა ისეთ ძალიან მაღალ ინტელექტუალ იუმორზე, ხო, ესე იგი ასეთ ადამიანებს უფრო განვითარებული აქვთ ირაციონალური ტვინით ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი იუმორის შემქმნელებსაც, რა თქმა უნდა, იგივენაირი ფუნქცია აქვთ, იგივენაირად უფუნქციონირებთ გონება. და სხვათა შორის ჩარლი ჩაპლინის აქვს ეგეთი ძალიან ცნობილი ფრაზა ნათქვამი, რომ ადამიანის ცხოვრება არისო კომედია თუ შორიდან შევხედავთო და ტრაგედია თუ ახლოდან შევხედავთო და ნებისმიერი თქვენი სიტუაცია, რომელიც თქვენს ცხოვრებაში არის ტრაგიკული, თუ მას შევხედავთ შორიდან, ის იქნება ძალიან სასაცილო. თუნდაც აი მოდით გაიხსენეთ თქვენი საყვარელი, ვისაც გაქვთ იუმორისტული ფილმები ან სერიალები, სიტკომები, ხო, სადაც ძირითადად ზუსტად მაგის ხარჯზე არის ხოლმე სასაცილო, რომ ხდება რაღაცის exaggeration-ი, ანუ გაბუქება, არ ვიცი ეს სიტყვა რამდენად სწორი თარგმანი არის იმ სიტყვის, მაგრამ ნუ ორივე ენაზე ვიტყვი და ორივე ენაზე გაიგებთ. ამის ხარჯზე არის ხოლმე სასაცილო და ხშირ შემთხვევაში ძალიან სასაცილო მომენტები ფილმებში, მაგალითად ან წიგნებში რეალურად არის ხოლმე, აი რო ამბობენ სასაცილო იქნებოდა სატირალი, რო არ იყოსო, ხო? იმიტომ რომ აბსოლუტურად ნებისმიერ რამეზე ადამიანს შეიძლება გაეცინოს, როდესაც სიტუაცია არის შორიდან დანახული. და როცა არის ახლოდან დანახული, ეს უკვე არის, ნუ შეიძლება იყოს ძალიან დრამა და ძალიან სატირალიც კი. ამიტომ ეხლა იუმორი რაში გვეხმარება ხოლმე ცხოვრებაში? იმაში, რომ როდესაც ჩვენ რაღაცა გვადარდებს და რაღაცაზე ვფიქრობთ, როგორც წესი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვართ გადააჯაჭვული ჩვენივე ეგოსთან და ჩვენივე აი ძალიან პირადულ რაღაცა ამბებთან რა. და შესაბამისად ჩვენთვის ეს არის ტრაგედია. მაგრამ ვიღაცა მეორე ადამიანისთვის, რომელმაც შეიძლება ეს შორიდან გაიგოს, რომ მაგალითად მე ეს და ეს მაღელობს, ხო? იმას შეიძლება გაეცინოს, იმიტომ რომ შორიდან ძალიან სასაცილოდ შეიძლება ჩანდეს ეს ყველაფერი, ხო? და არის ეგეთ სიტუაციები და ჩემს ცხოვრებაში ყოფილა, როდესაც რაღაცა ისეთი გადამხდენია, რაც ჩემთვის ყოფილა ტრაგედია, მაგრამ შორიდან და რაღაცა დრო რო გასულა და თუნდაც შორიდან სხვა ადამიანებისთვის იყო ძალიან ძალიან სასაცილო. და აქედან გამომდინარე, ადამიანს რომელსაც შეუძლია რომ თავის თავი დაინახოს შორიდან და შეხედოს ცოტა ამოზუმებულად და შეუძლია რომ უფრო იუმორისტულ ჭრილში, როგორც იუმორისტულ წიგნს დაწერდა ან სერიალს ან ფილმს დაწერდა, ხო, ადამიანი. აი ამ ჭრილში თუ შეუძლია რომ თავის პრობლემას შეხედოს, ხო, ყველა ვარიანტში ძალიან გაეცინება ამაზე და ეს ასევე ეხმარება იმაში, რომ ანუ ჩვენივე პრობლემაზე როცა გვეცინება, ამ დროს ხდება ემოციური ჩანაცვლება, ხო? ანუ ის რაღაცა დრამატურგიულ ემოციებს ჩანაცვლებს მხიარულების და სიცილის ემოციები. და შესაბამისად ხდება გარკვეულწილად, ნუ განხილვა, თუმცა ეს არ არის რაღაცა კლასიკური, როგორც ფსიქოლოგიაში და ფსიქოთერაპიაში არის განხილვის პროცესები, ამას არ გულისხმობს, მაგრამ ეს არის ძალიან ძალიან კარგი მეთოდი და საკუთარ პრობლემებზე მოცინება არის, ნუ საყვარელ და ახლებელ ადამიანებთან ყველაზე ერთ-ერთი საუკეთესო რამე, რაც შეგიძლიათ რომ საკუთარ თავს გაუკეთოთ განხილვის მიზნით. თუ პრობლემას მოიცინებ, ის პრობლემა აღარ იქნება პრობლემა, მოკლედ მერტევად რომ აგიხსნათ ლოზუნგი. ასევე ძალიან კარგი არის თვითირონია. თვითირონია სწორედ ეს არის, როდესაც საკუთარ თავზე, ესე შორიდან გეცინება, როდესაც საკუთარ თავს აყენებ თითქოს ფილმის რაღაცა პერსონაჟად, სადღაც შორს ფილმში, რომ ეს და ეს ხდებოდა და ეს ხდება უკვე ძალიან სასაცილო. ასევე სხვათა შორის არის ესეთი მიდგომა, ეს უფრო წერილებს აქვთ ხოლმე ესეთი დავალება, რომ მაგალითად ერთი და იგივე მოვლენა ადამიანმა უნდა დაწეროს როგორც ტრაგიკულად, ასევე კომედიურ ჟანრში. აი სრულიად ერთი და იგივე მოვლენა, ხო? აი მაგალითად ადამიანი პირობითად მოხვდა ავარიაში, ხო? და დავალება არის, რომ ეს ისტორია, ანუ ისე რომ ფაქტები არ შეცვალო, დაწერე როგორც დრამატურგიული ნაწარმოები და დაწერე როგორც კომედიური ნაწარმოები. და ესეც სხვათა შორის ძალიან საინტერესო სავარჯიშოა, იმიტომ რომ ამ სავარჯიშოს როცა ვაკეთებდი ხოლმე, ერთ-ერთ რაღაცა კურსს მქონდა ეგეთი დავალება, ძალიან ძალიან საინტერესო იყო ის, რომ
მე თუ წერდი რაღაცა მოვლენას როგორც ტრაგედიას, იმ მომენტში ჩემში ამოტივტივდებოდა ხოლმე ის ტრაგიკული ემოციები, ხოლო როდესაც წერდი იგივე ისტორიას უკვე კომედიად, ჩემში ამოტივტივდებოდა ეს რაღაცა joyfulness და სახალისო ემოციები. შესაბამისად, ჩვენი ყურადღება, ანუ ეს ისაც ვიცით ხო, ჩვენი ყურადღება რაზეც არის კონცენტრირებული, ზუსტად იქედან გამომდინარე იბადება ჩვენში ემოციები. ამიტომ ეს ძალიან კარგი სავარჯიშოა და საომავლოდ ცადეთ, რომ თუ რაიმე ძალიან ესეთი ნეგატიური ან ძალიან ღრმა ჭრილობები გაქვთ, სულიერი და ტრავმები, რომელიც ძალიან ცუდად გახსოვთ და მუდმივად იმას უბრუნდებით და სულ ამის გამო განიცდით და ასე შემდეგ. ყველაზე საუკეთესო თერაპია, გარდა იმისა, რომ იაროთ ფსიქოთერაპევტებში და ფსიქოლოგებში და თუ არ ვიცი, დალიოთ რაღაცა ფსიქოტროპული წამლები, ყველაზე კარგი თერაპია არის უბრალოდ დაჯდეთ და მით უმეტეს თუ მოგწონთ წერა ზოგადად და მწერლობა და გაქვთ ამისი ნიჭი, ძალიან იხალისებთ, რომ თქვენივე აი ეს кейსი, რაზეც გაქვთ ტრავმა, უბრალოდ დაწეროთ როგორც კომედია. აი ჩათვალეთ, რომ თქვენი ცხოვრებაზე უნდა გადაიღონ ფილმი, რომელიც უნდა იყოს კომედიური ჟანრის და დაწერეთ კომედიურ ჟანრში კონკრეტული სიტუაციები და აი ნახავთ, როგორ განიკურნებით და მართლა მოგეშვებათ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თქვენ ფოკუსირებას გააკეთებთ უკვე ლაღ ემოციაზე, რომელიც ფაქტებით იქნება დაკავშირებული რაღაც სევდიან მოგონებასთან და თქვენ ფაქტიურად გააკეთებთ საკუთარი თავის ტრანსფორმაციას იმ გაგებით, რომ თქვენივე მოგონებაში, ანუ კადრებს დატოვებთ, მაგრამ გადაადებთ მას უკვე ლამაზ და მხიარულ ემოციას. აი წარმოიდგინეთ დაახლოებით ესეთი რაღაცა, რომ უყურებთ ფილმს და როგორ შეიცვლება ფილმის ხასიათი, რომ რაღაცა ერთი და იგივე კადრს რო დაედოს ძალიან ტრაგიკული მუსიკა და იმავე კადრს რო დაედოს მერე ძალიან კომიკური მუსიკა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას თუ როგორ აღვიქვამთ, ხო? ამა თუ იმ ფილმის კადრს და ჩვენი ემოციაც დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ აღვიქვამთ რაღაცას, იმიტომ რომ სამყაროში როგორც ასეთი ცუდი და კარგი არაფერი არ არსებობს, იმიტომ რომ სამყაროში თუ არსებობს გარდაცვალებაც, თუ არსებობს ავარიაც, თუ არსებობს, არ ვიცი, ძალადობაც და თუ არსებობს 1000 რაღაცა საზღვრობა, რომელიც ესე შორიდან ყოველს გონია, რომ ეს არის ძალიან ცუდი და რა თქმა უნდა, ხა ამის იმას არ ვახდენ, რომ პროპაგანდას დროს ყველაფერი კარგია და ეს უნდა იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ ყველაფერს ემოციურად გადავადებთ უფრო მხიარულ ემოციებს, იმ ტრაგედიას, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდებოდა, ეს ჩვენ ძალიან კარგად მოგვიტრიალებს პერსპექტივას ამ მოვლენასთან დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ კარგი და ცუდი როგორც ასეთი მოვლენა არ არსებობს. არსებობს ჩვენივე ნეგატიური ან პოზიტიური დამოკიდებულება მომხდართან მიმართებაში. იმიტომ რომ ერთი ადამიანისთვის შეიძლება რაღაცა მოვლენა, რომელიც მოხდა, იყოს ძალიან მხიარულად აღსაქმელი და მეორე ადამიანისთვის შეიძლება იყოს ტრაგედია, მაგრამ ეს ობიექტურობა იმისა, მართლა ტრაგედია იყო თუ არ იყო, ამის ობიექტური აღქმა ყველა ადამიანისთვის არის სხვადასხვანაირი და ამ შემთხვევაში არასუბიექტური, არამედ მართლა ობიექტური. იმიტომ რომ ობიექტურად სამყარო ყველასთვის ისეთია, როგორცაც ის ადამიანი კონკრეტულად აღიქვამს. ამიტომ სამყარო ამბობენ, რომ ზუსტად იმდენი სამყარო არსებობს, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი სხვადასხვანაირი აღქმა სამყაროს. შესაბამისად, აი ამ მექანიზმით, რომ უბრალოდ ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ რაღაცებს გადავადოთ ძალიან მხიარული მუსიკა და მხიარული განწყობა, თუნდაც იმითი, რომ ჩვენ კომედიურ ჟანრში დავწეროთ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ცხოვრების რაღაცა მძიმე მონაკვეთები, ეს არის ძალიან კარგი სავარჯიშო და ასევე ძალიან კარგი ჰილინგის პროცესი. შესაბამისად, არ ვიცი, აი აუცილებლად გირჩევთ, რომ ეს სავარჯიშო გააკეთოთ და ნახავთ, როგორ დაგიზოგავთ დროს, დაგიზოგავთ ფულს, დაგიზოგავთ ენერგიას, რო იაროთ სეანსებზე, იაროთ ფსიქოთერაპევტებთან, დალიოთ წამლები და ასე შემდეგ. აი ძალიან მარტივად შეგიძლიათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო ემოციით შეფუთოთ და რა თქმა უნდა, ფაქტებს არაფერი არ ეშველება. ფაქტი არის ფაქტი, მაგრამ როგორც უკვე ახსენე, ფაქტი არაფერს არ წყვიტავს, არამედ წყვიტავს ჩვენივე დამოკიდებულება ფაქტებთან მიმართებაში. და კარგი ამბავისა, რომ ჩვენი დამოკიდებულების ცვლა შეგვიძლია, მათ შორის უკვე მომხდარ რაღაცებთან მიმართებაში.
აი უბრალოდ დაჭექით ერთ საღამოს და ძირითადად ყველა ადამიანები, რომლებიც ჩემთან მოდიან ხოლმე სეანსებზე, ყველა მეუბნება, რომ აიცი რა, ძალიან ბევრს მუშაობ მე ჩემ თავზე, მაგრამ რაღაცა პრობლემა ვერ გვერდება. ხო და თუ ბევრს მუშაობთ საკუთარ თავზე, დაჭექით ერთ საღამოსაც და თქვენი ყველაზე ტრაგიკული მოგონების კომედიური ჟანრის მოთხრობა დაწერეთ და იცინეთ ძალიან 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 ბევრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და აი მერე ნახავთ, რომ აღარ დაგჭირდებათ თერაპია და აღარ დაგჭირდებათ რაღაცა უფრო მძიმე არტილერიის ჩართვა ამ თქვენი ჰილინგის პროცესში. ნუ ის მომენტი, რომ არსებობს სიცილის თერაპია და ის, რომ სიცილი ძალიან ბევრ ამას შველის და ძალიან ბევრ ამისთვის არის ძალიან კარგი, ნუ ეს ალბათ უკვე გეცოდინებათ და ესეც დამტკიცებული ფაქტია, რომ სიცილი ძალიან ბევრ ამას კურნავს და შესაბამისად თუ გააქვთ რაღაც ისეთი პერიოდები ცხოვრებაში, როცა ძალიან მინიმუმზე არის ასე ვთქვათ თქვენი სასიცოცხლო ენერგია ან დეპრესია გააქვთ ან რაიმე ნებისმიერი სხვა ასეთი წუხილი ან შეიძლება იყოს ბარნაუთი ან არ ვიცი ნებისმიერი რაღაცა, სადაც ძალიან დაბალი ენერგია გაქვთ, ყველაზე კარგი საშუალება არის კომედიური ჟანრის რაღაცების ყურება, ეს იქნება ფილმები თუ სერიალები თუ სტენდაპი თუ არა აქვს მნიშვნელობა, ან მაქსიმალურად რაღაცა ამ სიცილის ვაიბში ყოფნა არის ყველაზე კარგი წამალი. სხვათა შორის აქ არის ხოლმე ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ხოლმე მიუღებელი და განსჯის საკანია ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ხდება გლობალურად ესეთი ნეგატიური, პირობითად ნეგატიური ჟანრის დედამიწაზე, ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე პროტესტი, რომ ისინი რო განიცდიან, შენ რატო არ განიცდი იგივენაირად და შენ როგორ შეიძლება რომ რამეზე იცინო და ამის გამო ძალიან ბევრი განსჯა ყოფილა და ზოგადად ადამიანებს აქვთ, იმიტომ რომ ადამიანები ვერ გპატიობენ კარგად ყოფნას ზოგადად და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანებს, რომელსაც მიდრეკილება აქვთ მაინც და მაინც ტანჯვისკენ და ნებისმიერი რაღაცის გამო რო იტანჯებიან ცხოვრებაში, აბსოლუტურად ნებისმიერი ამის გამო, ხო? ანუ სადღაც ომი მოხდა, მიწის რა მოხდა, ეს მოხდა, ის მოხდა, ყველაფრის გამო, რომ თვითონ უნდათ რომ ინერვიულონ, ხო? ანუ ეს პირველ რიგში არ არის ჯანსაღი მდგომარეობა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, თანაგრძნობა და ემპათია ყველა ადამიანს გააჩნია, ნუ მეტნაკლებად ზოგს ისე, ზოგს ასე და ეს ძალიან ნორმალურია, მაგრამ აი ძალიან პირადად საკუთარ თავზე მიღება, სადღაც სამყაროში რაღაცა ნეგატიური ხდება, ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა და ეს არ არის დიდსულოვნების მაჩვენებელი რეალურად, ეს არის ძალიან დიდი ეგოს მაჩვენებელი, იმიტომ რომ ამითი ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ ანუ სადღაც რომ მაგალითად ომი მოხდა და ძალიან ბევრი ადამიანი რო გარდაიცვალა და მე რო ეხა ამის გამო დედა უკვდები და ღამეები არ მძინავს, ანუ ეს მას ნიშნავს, რომ მე ესე იგი მგონია, რომ მე ეგეთი დიდსულოვანი ადამიანი ვარ, რომ ესე იგი ომები რო ხდება, რომელიც ღმერთის ნება და იმ ადამიანების სულის არჩევანია, რომლებიც მანდ მონაწილეობენ, რომ აი მე ვარ ეგეთი დიდსულოვანი, რომ გული მეთანაღრება თავისივე დაწერილ სიუჟეტს რო თამაშობენ და რომ უსწორდებათ რეალურად რას აკეთებენ რა. ეხლა ეს შეიძლება ძალიან უხეშად ჟღერდეს, რომ ვის უსწორდება ომში მონაწილეობა და ვის უსწორდება ეხლა რაღაც ეგეთ მძიმე სიტუაციებში ყოფნა, მაგრამ მოდი შევატაროთ აბა ფილმებს, რა. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მძაფრ სიუჟეტიან ფილმს რო უყურებთ, ან ძალიან ესეთ მძიმე ფსიქოტრილერს და დრამას რო უყურებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი რა საჭიროა ეხლა ესეთი დრამა რო არსებობდეს და ეს მსახიობები რატო თამაშობენ ეხლა ამ როლებს? განა თვითონ აირჩიეს? კი, რა თქმა უნდა, თვითონ აირჩიეს, ხო? ნუ შემოთავაზება იყო და თვითონ აირჩიეს, იმიტომ რომ აინტერესებდათ ეგ გამოცდილება და როგორც ადამიანი მიდის ფსიქოდრამაზე, იმიტომ რომ ემოციები მიიღოს და ჩაწუდეს ისეთი ადამიანის ცხოვრების რაღაცა დინამიკას, რომლის ცხოვრებითაც თვითონ არ უცხოვრია და აინტერესებს ეს მძიმე ემოციები როგორი არის. ანუ დღესდღეობით რა ვიცი, გარშემო რომ მოიკითხოთ, ძირითადად ყველა ადამიანს ისეთი ფილმები და სერიალები მოწონს, სადაც ძალიან მძაფრი სიუჟეტი არის და სადაც ეიქშენია და რავი, თავგადასავალი და 1000 უბედურება ხდება. რატო? იმიტომ რომ ადამიანის ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება ძალიან სტანდარტულია და არაფერი ესეთი გადახოვილი და განსაკუთრებული ხშირად არ ხდება. და ამიტომ ჩვენ ძალიან მძაფრ და საინტერესო ემოციებს ვიღებთ ეგეთი ფილმებიდან, ეგეთი სერიალებიდან, ეგეთი თამაშებიდან, იმიტომ რომ ერთი ადამიანის ცხოვრებაში მაგდენი საინტერესო რაღაცები არ ხდება. და სწორედ იგივე რაღაცა არის მატერიალურ სამყაროში თამაში. ეს არის უბრალოდ უფრო დიდი ფილმი, სადაც ჩვენ უბრალოდ
ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს გაყოფა, რომ ეხლა ეს თამაში არ არის. რეალურად ჩვენ გონია, რომ ეს თამაში კი არ არის, ეს რეალობაა, მაგრამ რეალურად თამაშია. ამიტომ ანუ რა განსაზღვრავს იმას, რომ თუ ფილმი არის მეორე მსოფლიო ომზე და იქ მომხდა რაღაცა ამბებზე და ესეთი გამოცდილების და ემოციების მიღება მინდა მე როგორც მაყურებელს ან როგორც მსახიობს, რომელიც იქ თამაშობს, რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში მატერიაში მოდის, ინკარნირებს და უნდა რაღაცა გამოცდილების მიღება, რომ თვითონ იყოს იმ ომის მონაწილე პირდაპირ და თვითონ განიცადოს თავის ტყავზე ის ემოციები და ის გარემოება, ის ექშენი, რაც ამ ყველაფერში არის და რაც თანსდევს ამ ყველაფერს. და ადამიანების პოზიციიდან, რომლებიც ძალიან ზედმეტად განიცდიან ხოლმე, რომ აიმე სადღაც რაღაცა მოხდა და დედა საწყალი ხალხი და საწყალი რაღაცა არ ვიცი, ასე შემდეგ, ხო? ანუ რეალურად ასეთი ადამიანების შეგრძნებები არ არის, როგორ ვთქვა, ისე რომ არავის არ ეწყინოს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ანუ ბუნებრივი მდგომარეობა არ არის ეს ადამიანის რა, ანუ მაგ მომენტში, როცა ადამიანი ამბობს, რომ დედა ამდენი ადამიანი არ უნდა იღუპებოდეს ომში, ანუ მაგეთი ადამიანი ეგოთი უფრო მაღლა დგება, ვიდრე შემქმნელი და ვიდრე თავად ღმერთი, ხო? იმიტომ რომ სამყარო არის იდეალურად შექმნილი ყველა ჩვენთაგანისთვის, ვისაც გვინდოდა ამ გამოცდილების გავლა, რომელშიც ყოველი თითოეული ჩვენთაგანი ვართ. და ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რა ესე არ უნდა ხდებოდეს და ისე არ უნდა ხდებოდეს და ამიტომ ჩვენ უნდა განვიცდიდეთ ახლა ვიღაცა სხვაგან რომ ესეა და რომ ისეა და ჩვენ მაშინ უნდა ვიყოთ ძალიან ცუდად და ღამეები არ უნდა გვეძინოს და ანუ ეს ყველაფერი ცოტა არ არის ჯანსაღი პროცესი და ეს ყველაფერი ძალიან დიდი ეგოს მაჩვენებელია რომ რაღაცა პროცესები რომელიც დედამიწაზე ბუნებრივად ხდება რომ ეს იცი რა მე პროტესტი მაქვს და ღმერთმა ესე რატო დაალაგა რაღაც მომენტში შეიძლება აქ შესაძლებელი იყოს, რომ შეიძლება ბუნებრივად არ ხდებოდეს პროცესები, მაგრამ დედამიწაზე არაფერი ისეთი არ იქნება, რაზეც არ არის ზევიდან თანხმობა, რომ მივიღოთ გამოცდილება. ამიტომ არაფერი არ არის გადახოვილი, კი ჩვენ ადამიანებს გვაქვს თავისუფალი ნება, მაგრამ ამ თავისუფალი ნებით ძალიან ბევრსაც ვერ ვაკეთებთ დედამიწაზე და ეს თავისუფალი ნებაც არის რაღაცა სიუჟეტში გაწერილი და ნებისმიერ ამის გაკეთების ნებაც არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს უბრალოდ თავისუფალი ნება, რომ რაღაცეებს შორის ავირჩიოთ. ანუ ჩვენი თავისუფალი ნება ადამიანების ამ სამყაროში არის დაახლოებით მაღაზიაში რომ შევდივართ და ვირჩევ რომელი კვერცხი მინდა და რომელი პური მინდა და როგორი ყველი მინდა, მაგრამ ჩვენი თავისუფალი ნება არ არის რომ ეგეთი რომ მაღაზიაში შევდივარ და მე რასაც მოვიგონებ იმას გავაჩენ ამ მაღაზიაში. ასე არ არის. ამ მეტეოროლოგიურ სამყაროში ყველაფერი უკვე შექმნილი იყო სანამ ჩვენ ინკარნაციას დავიწყებდით და ყველაფერში არის ძალიან დიდი, მაგრამ ლიმიტირებული არჩევანი, ხო? დედამიწაზე არსებობს ლიმიტირებული სახეობის მცენარე, ლიმიტირებული სახეობის, არ ვიცი რაღაცა წყლის სახეობა და ნუ ასე შემდეგ. ანუ არ არის ულიმიტო და ახალ ელემენტებს ვერ მოვიგონებთ ჩვენ, ხო? არის არსებული კუბიკები, რომელთაც უბრალოდ შეგვიძლია რაღაცები გადავალაგოთ, გადმოვალაგოთ, თუნდაც ავიღოთ კულინარია, ხო, არის ინგრედიენტები და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კულინარი, ანუ უკვე არსებული ინგრედიენტებიდან ჩვენ რაღაცა კერძები შევქმნათ, რაღაცა ახალ კომბინაციებს მივაგნოთ, რაღაცნაირად ისე გადაურიოთ ერთმანეთში, რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს, ან უფრო საინტერესო გამოვიდეს და ტექნიკები გავაუმჯობესოთ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვერ შევქმნით ისეთ სრულიად ახალ ხილს ან ბოსტნეულს, რომელიც უკვე არ არსებობს. კი ბატონო, შეჯვარება შეიძლება, დამყნობა შეიძლება, ზომბაში გაზრდა შეიძლება, დაპატარება შეიძლება, მოდიფიკაცია შეიძლება პროდუქტების, მაგრამ სრულიად ახალ სახეობას ჩვენ ადამიანები ვერ შევქმნით. უკვე არსებულიდან გვიწევს რაღაცების ერთმანეთთან დაკავშირება, გადაზავება, შეხამება და ასე შემდეგ. და ცხოვრებაშიც არის ასე, მატერიალური სამყარო არის დახურული სისტემა და აქ ყველაფერი არის ასარჩევი და ჩვენ თავისუფალი ნება მხოლოდ ასე შემოიფარგლება, რომ ჩვენ უკვე არსებულიდან შეგვიძლია რაღაცები ავირჩიოთ და არა შევქმნათ ახალი. თავისუფალი ნება არ ნიშნავს, რომ მე ხა ომი რო არ მომწონს, რომ დედამიწაზე ჩემი თავისუფალი ნებით მაგას შევწყვიტავ. ეგ მაგას არ ნიშნავს, ხო და ეგეთი რამე შეუძლებელია. ამიტომ იმის თქმა, რომ ძალიან დიდი პროტესტი რო აქვთ ადამიანებს, რომ სადღაც რაღაცა ცუდი რო ხდება და დედა ეს როგორ ხდება, ან არ ვიცი მთავრობა რო ესეთია დედა ეს როგორ შეიძლება და ამის გამო რომ ძალიან ნერვულ მდგომარეობაში არიან, ეს არის უდიდესი ეგოს მაჩვენებელი, რომ ანუ ინდივიდ ადამიანს გონია, რომ მარტო თვითონ არის ეგეთი მაგარი, რაზეც გული ეთანაღრება და საერთოდ არ თვლის არც კი გაცნობიერებამდე არ მიაქვს ის აზრი, რომ
ყველაფერი არის ღმერთის შექმნილი, ყველაფერი არის ღმერთის ნება და თითოეული ჩვენთაგანის თავისუფალი არჩევანი, რომელიც დედამიწაზე ვიმყოფებით და ერთი ადამიანი რატო გვიწყვიტავს, რომ ჩვენ გამო უნდა ინერვიულოს? აი რატო უბრალოდ ძალიან დიდი ეგოცენტრიზმი არის ეს, ხო? ამიტომ ეხლა ძალიან კი გადავხვე, მაგრამ ის თქვა ამიტომ რომ ის რომ ადამიანი იყოს კარგად და ყველაფერზე ეცინებოდეს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ახლა არ გულისხმობ, რომ გიჟივოთ უნდა გამოვიდოთ გარეთ და ყველაფერზე ვიცინოთ, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი ფსიქიკისთვის და ჩვენ შინაურ წრეში და ჩვენივე თავებისთვის, იმიტომ რომ მაგალითად მე და ჩემი და ყველაფერზე შეგვიძლია ვიცინოთ, აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც მომხდარა ჩვენს ცხოვრებაში და არ მომხდარა და გარეთ მომხდარა, ყველაფერზე შეგვიძლია ვიცინოთ, აი თითქოს კაი სტენდაპს რო უყურებ, აი ესე შეიძლება მოვკვდეთ ხარხარით, იმდენად ფანტაზიებში წავიდეთ, რაღაცები წარმოვიდგინოთ, მოობათ და ყველაფერი ხდება ძალიან სასაცილო და ჩვენი ნერვული სისტემისთვის ეს ძალიან კარგად მუშაობს, ხო და ასე რომ მაგას რომ აი ხანდახან რომ გარე სამყაროდან იქნება ეგ რაღაცები რომ აუ კაი რა გეცინება ეხა შენ ან რა გაცინებს ან რა დროს ეგ არის ხედავ რა ხდება და ყოველთვის იარსებებს ადამიანები რომლებიც მიგითითებენ რომ არ შეიძლება მასე ცხოვრება როგორც შენ ცხოვრობ და არ არის ეგ სასაცილო და ეხა შენ რაღაც სერიოზულად უნდა მოიკიდო. სხვათა შორის ძალიან ბევრი გურუ და ბევრი სულიერი მოძღვარი და მასწავლებელი მაგას ამბობს, რომ ღმერთო ძალიან დიდი იუმორის გზნობა აქვს, იმიტომ რომ არ არსებობს, რომ თუ სამყაროს შემქმნელს იუმორი არ აქვს, რომ ჩვენ გვქონდეს იუმორი, იმიტომ რომ ჩვენ მისი სახე ვართ და ჩვენ მისი ანარეკლი ვართ, ასე ვთქვათ, ჩვენც შემქმნელმა შეგუქმნა შემქმნელებად და შესაბამისად თუ ჩვენ შეგვიძლია იუმორის შექმნა, ესე იგი სამყაროს შემქმნელსაც გააჩნდა იუმორი და ძალიან ბევრი გურუ და ბევრი სულიერი მოძღვარი ამბობს ხოლმე მაგას, რომ ყველაფერს უნდა მივუდგეთ იუმორით და ძალიან ბევრს ხუმრობენ კიდეს და ძალიან კარგი იუმორი აქვთ ხოლმე. სწორედ იმიტომ, რომ რაც უფრო მაღლა მიდის ცნობიერება და რაც უფრო ფართოვდება ჩვენი ცნობიერება, უფრო შორიდან ვუყურებთ რაღაცებს და რაც უფრო შორიდან ვუყურებთ რაღაცებს, მით უფრო ხდება სასაცილო და რაც უფრო ახლოდან ვუყურებთ, ყველაფერი არის ძალიან ტრაგიკული. შესაბამისად, ადამიანის ცხოვრება, რომლის ცნობიერებაც მოჭიდებული არის მხოლოდ თავის ეგოზე და თავის თავზე, რა თქმა უნდა, მისი ყოველდღიური განცდები არის ძალიან ტრაგიკული. მაგრამ რაც უფრო შორიდან უყურებთ თქვენ თავს როგორც ავატარს, რომელიც გარკვეულ გამოცდილებას გადის, მით უფრო ყველაფერი ხდება სასაცილო და თქვენი ნერვული სისტემაც განიხილება. ასევე აქ უნდა აღვნიშნო აუცილებლად, სადღაც მაქვს ეს აღნიშნული, მაგრამ აქაც აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ იუმორი არ არის ბევრ ადგილას და იუმორი არის დედამიწის ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელი, რომელიც ძალიან იშვიათი არის სამყაროში და ამით ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ სხვა დანარჩენი სამყაროებისგან და ამაზე ერთ-ერთ წიგნში, რომელიც იყო ესე ჰიპნოთერაპიით სხეულიდან გასვლაზე და ანუ სხეულიდან გასვლა არის სწორი სიტყვა, მაგრამ მოკლედ ჰიპნოთერაპიით სხვადასხვა სამყაროების შემეცნება და სხვადასხვა არამიწერ არსებებთან კონტაქტზე, იქ იყო ესეთი ძალიან საინტერესო რაღაცა, რომ დედამიწასთან ძალიან ახლოს აღმოაჩინა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც ჰიპნოთერაპიაში იმყოფება და უცხო ცივილიზაციას რაღაცა ჰომალდივით და ამ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელთან მოხდა კომუნიკაცია და ამ უცხო ცივილიზაციის არ ვიცი ადამიანმა კი არა და არსებამ უთხრა რომ მე აქ იმიტომ ვარო რომ დედამიწაზე არსებულ სასაცილო და იუმორისტულ რაღაცებს ვაგროვებ, იმიტომ რომ ეს იმდენად უნიკალური არისო სამყაროშიო თითქმის არსად არ არისო ეგეთი რაღაცაო და ამიტომ ჩემთვის იმდენად საინტერესო არისო რომ ესე დედამიწის შორი ახლოსო ესე ჩემი ჰომოლდითო დავლივლებო და ამ რაღაცებს მე ვაგროვებ და ჩემთვისო ეს არისო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო და არა მარტო ჩემთვისო, ანუ ზოგადად სამყაროშიო ეს ფენომენი არის ერთ-ერთი განსხვავებული და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფენომენიო. და მით უმეტეს ახლა წარმოიდგინეთ მაგ თვალით რო უყურებთ, რომ აი იუმორი და ზოგადად სიცილი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და განსხვავებული და უცნაური რამ, რაც სამყაროში სხვაგან არ არსებობს და აი ძალიან იშვიათი არის და ამით ვართ დაჯილდოებული, რომელიც თან შეიძლება იყოს ძალიან თერაპიულიც კი. ამიტომ როდესაც აი რაღაცა, როდესაც რა დარწმუნებული ვარ, რომ მე ვინც მისმენთ ყოველთვის რაღაცა სულიერ განვითარებისკენ იხწვით და მიდიხარით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი შინაგანი პროცესები გაქვთ უკვე გავლილი და ნუ ბევრს გაივლით კიდეც და ეს პროცესებიც არ არის ხოლმე მარტივი და ხანდახან ძალიან რთული ჩაჭერებია ხოლმე, ხო? აი ვისაც მაგალითად სულის ბნელი ღამე აქვს გავლილი ან ეხლა გადის ან ნებისმიერ სხვა ეგოს დესტრუქცია რა მარტივია, არა ძალიან
მიმართულია. ასე რომ სულიერ გზაზე მყოფი ადამიანები რეალურად ძალიან ბევრს იტანჯებიან. მაგრამ რაღაც მომენტში დგება ეგ წერტილი, სადაც მე ყველაფერი ხდება, ესე შორიდან რომ შეხედავთ რა გზა გაირეთ, ხდება ძალიან სასაცილო და ძალიან იუმორისტული. მაგრამ შეგვიძლია რომ ეხლავე დავიწყოთ ესე იუმორის თვალით რაღაცა მოვლენების აღქმა და შეგიძლიათ რომ ეგეთი სავარჯიშოც კი გააკეთოთ, რომ მაგალითად ყოველი დღის ბოლოს, თუნდაც სულ რამოდენიმე წინადადებით, მაგრამ იუმორისტულად აღწეროთ თქვენი მიმდინარე დღე და გადახედოთ თქვენს წარსულ ტრავმებს, წარსულ რაღაც მოვლენებს და დაწეროთ იუმორისტულ ჟანრში თქვენი ცხოვრება და დამჯერეთ თქვენს ცნობიერებაშიც ჩანაცვლდება ემოცია, წარსული რაღაცა ტრაგიკული ემოციისგან ჩანაცვლდება ეხა მხიარული სიცილის ენერგიით და ეს არის ფაქტურად აი უფასო საგანძურს გაძლევთ ახლა ხელებში და რა ვიცი, უნდა გაიქცეთ და გააკეთოთ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ აი მარგალიტებს გიზიარებთ, რომელიც არცად არ შეგხვდებათ და ვერსად ვერ იპოვით ასეთ ინფორმაციას, რომ თქვენ თავს ესე უფასოდ, ესე ხალისიანად და ესე კრეატიულად გადაუჭრათ პრობლემები და შინაგანი რაღაცა განცდები და ტრამვები დაამუშავებინოთ. ახლა კი გადავიდეთ მოთხრობის ნაწილზე. ეს არის მარი ბექაურის წიგნიდან ორ ზღვას შუა. ეს არის მოთხრობების კრებული და ვისაც არ გაქვთ აკითხული, აუცილებლად გირჩევდით, იმიტომ რომ ამ წიგნში იმდენი სასაცილო მოთხრობა არის და იმდენი თან ქართველებზე და ქართულ რაღაც სიტუაციებზე სასაცილო ამბები არის, რეალურ ამბებზე დაყრდნობილი, რომ ძალიან იცნებთ და ძალიან გაერთოვით. მაგრამ მე წაკითხავთ ჩემს საყვარელ მოთხრობას და ასევე როგორც ვიცი, მარის საყვარელ მოთხრობასაც. მარი თუ მისმენ უდიდესი მადლობა შენ ამ მოთხრობის მოვლენებისთვის ქვეყანაზე და მოკლედ ვისაც გენდომებათ შეგიძლიათ ეს წიგნი შეიძინოთ. მოთხრობას ქვია გაუგონარი კატასტროფა. და აქვე რა თქმა უნდა მინდა რომ გამცნოთ რომ მე მაქვს დისლექსია, ასე რომ რაღაც ადგილებში რომ წავბორძიკდები, არ შეიმჩნიოთ პირიქით დამიფასეთ რომ დისლექსიის მიუხედავად გიკითხავთ მოთხრობას და გამოხატეთ ლაიქებით მაგალითად ან კომენტარებით. მოკლედ, მოთხრობა გაუგონარი კატასტროფა. შესავალი. და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მოთხრობა არათუ დაფუძნებულია, არამედ პირდაპირ ასახავს ნამდვილ ამბავს, რომელიც მოხდა გაგარინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში. მაშასე ეს უცნაური კატასტროფა მოხდა 2022 წლის 2 ივლისს, დღისით მზისით, ერთ-ერთ კორპუსში, უпростоრად კორპუსის ავტოსადგომზე, სადაც ლიფტის გვერდით კიბით ჩადიოდი. 2 ივლისს კი მოხდა, მაგრამ თავად კატასტროფის ამბავი 3 ივლისის დილას გახდა ცნობილი, როცა კორპუსის დამლაგებელმა ავტოსადგომზე მოჯმული იპოვა და შოკში ჩავარდა. დამლაგებელმა მაშინვე კორპუსის თავმჯდომარეს დაურეკა, ცნობით, რომ ავტოსადგომზე უზარმაზარი მოჯმული იდო, რომელსაც ვერას დიდებით ვერ მიეკარებოდა და მცხოვრებლებს მოსაქმებულისთვის როგორმე თავად უნდა მიეხედათ. თავის მხრივ კორპუსის თავმჯდომარეც შოკში ჩავარდა და მომენტალურად ჩავარდა ავტოსადგომზე. ხალათიანი მე-7 სართულიდან, რადგან შოკის მიუხედავად მომხდარს ვერაფრით იჯერებდა. არა, დამლაგებელს არ მოუტყუებია. ავტოსადგომზე ნამდვილად იყო მძღნელი და თან გვარიანად დიდი. მართალია კორპუსის თავმჯდომარე ვასასი და ყველაფრის მომკვარახჭინებელი ქალი იყო, მაგრამ მის წინაშე იმდენად უჩვეულო პრობლემა წარმოიშვა, რომ გადაწყვეტა მარტივად ვერ უპოვა. ამიტომ მოჯმულს ფოტო გადაუღო, ინტერნეტი ჩართო, ვაიბერში შევიდა და კორპუსის ჯგუფს, რომელშიც 50-მდე მოსახლე იყო გაწევრიანებული, შეშფოთებულმა და აღშფოთებულმა ამცნო, რომ კორპუსის ავტოსადგომზე კატასტროფა მოხდა და ეს კატასტროფა იმხელა იყო, კატის ან ძაღლის ვერანაირად ვერ იქნებოდა. ეს ნამდვილად ადამიანის მძღნელი იყო. დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ვაიბერში დაახლოებით 500 მესეჯი დაიწერა, რადგან დამლაგებლისა და თავმჯდომარეს არ იყოს, კორპუსის მოსახლენიც შოკში ჩავარდნენ. ფოტო პირველმა მეოთხე სართულზე მცხოვრებმა ნინომ ნახა და აღმოხდა, ეს რა უბედურებაა ხალხო. ოღონდ იმდენი ძახილის ნიშანი დასვა, რომ მოთხრობაში სრულიად ვერ გადმოვიტანთ. ნინოს მესეჯების ზღვა მოჰყვა და წაილეკა ვაიბერი და წაილეკა მოსახლეთა ნერვები თავს დამტყდარი უცნაური კატასტროფის გამო. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ რა ხდებოდა. ირმა, ფუ გული ამერია,
ნინო, მეც გავგიჟდი. გივი, რა ადგილია კონკრეტულად? კიბის გვერდით ხომ არაა? ირმა, რა მნიშვნელობა აქვს? გივი, ჩემი სადგომია მანდ. ხათუნა, მართლა კიბესთანაა თუ დენის მხარეს? ზურა, რომელმაც სავარაუდოდ ფოტო იმ წამს ნახა. ფუ, შენი დედა მოვტყან. ისევ ზურა, მალევე. უკაცრავად მეზობლებო, ანუ იმის დედა მოვტყან, ვინც ესქნა. ნინო, ჩვენიერი არ იქნებოდა, მუშა ხომ არ იყო? გივი, კაცო, სადაა მოჯმული კიბის მხარეს? ირმა, არ მგონია მუშა ყოფილიყო, ეგენი ეზოს მხრიდან ვერ გადმოვლენ და სავარაუდოდ კორპუსის კიბიდან შემოვიდა. ზურა, და კოდი საიდან იცოდა? ირმა, შეიძლება ხელოსანია ვინმე, მე რა ვიცი. გივი, იზო, მომწერე რა, რომელ მხარეს ჯერ ვერ ვახერხებ სადგომზე ჩასვლას. თუმცა იზო თავმჯდომარეს არ ეცალა. ფოტოს გაგზავნიდა რამოდენიმე წამის შემდეგ გონებაში გამოსავლისთვის მიეგნო და ახლა სწორედ ამ ამბავს აგვარებდა. ელზა, მე მაინც ხელოსნის გაკეთებული მგონია, სხვა ვინ შემოვიდოდა? ნინო, ხო ციდან ხომ არ ჩამოვარდებოდა, თან იმხელა აშკარად კაცის გაკეთებულია. ზურა, კაცის რატო, ქალი ვერ იზამდა მაგ ხელას? ნინო, უიმე, რა გჭირ ზურა, ანუ ცხოველის არა, ადამიანის იქნება მეთქი. ელზა, კაი მეზობლებო, არ იჩხუბოთ რა. ზურა, არა, უცებ ვერ მივხვდი, ნინო, ბოდიში, განერვიულებული ვიყავი. გივი, იზო, მოიწერე რა, რომელ მხარესაა კიბესთან თუ დენთან. და იზო მართლაც მოიწერა და თქვა, რომ მოჯმული იყო დენის მხარეს. გივი გადარჩა. და ასევე აცნობა, რომ აღნიშნულ საკითხზე სხვა დამლაგებელთან დარეკა და მძღნერის აღებაზე იმანაც უარი განაცხადა. კორპუსი ძალიან სერიოზული დილემის წინაშე დადგა. ვინ აიღებდა მძღნერს? პირველმა ისევ ნინომ დაწერა. მე მაგას ხელს ვერ მოვკიდებ. აყვნენ სხვებიც, აჰყვა ყველა. ირმა, ვერც მე. ელზა, უიმე, ვერც მე. გივი, და ვინ მოკიდებს რომ? ზურა, აბა რა ვქნათ? ელენე, ღვთის რისხვა რა. ზურა, ღვთის რისხვა რა შუაშია? ხათუნა, მეც ვერ მოვკიდებ. ელენე, აბა რა არის? ზურა, ვიღაც შემოეთრა და მოჯვა, ღვთის რისხვა რა შუაშია? გივი, პარკით რომ აიღოთ? ირმა, კაი ხალხო, რა გჭირთ რა, რა გაჩხუბებთ? იზო, დენის მხარეს ვისი სადგომია? ხათუნა, ნოშრევანის და ვიღაც ქალის კიდევ არ ვიცნობ. ელზა, ნოშრევანის თუა გაგიჟდება. ზურა, იზო, ნოშრევანის სადგომზეა? მაგრამ ამ დროს იზო უკვე სახლში იყო და კამერის ჩანაწერებს ნახულობდა. მეზობლები ვაიბერში განხილვას აგრძელებდნენ. კატასტროფის შესახებ ყოველ წუთას ახალი მეზობელი იგებდა და ისტერიკა თავიდან იწყებოდა. ილანძღებოდნენ, იწყებლებოდნენ. ზოგი სადგომზეც ჩავიდა და საკუთარი თვალითაც ნახა. დაახლოებით 2 საათის მერე კი იზო გამოჩნდა და კორპუსის მაცხოვრებებს ახალი ამბავი ამცნო. ჩანაწერებში დამნაშავისთვის მიეგნო. იზომ ვაიბერში ფოტოები ჩაყარა. ფოტოებზე შავებში ჩაცმული ადამიანი ჩანდა, ლიფტიდან გამოსვლის კადრი, სადგომის კიბეზე ჩასვლის და სადღაც 10 წუთის მერე უკან ამოსვლის კადრები. იზო. ეს იყო. დაწერა ფოტოების ქვეშ იზომ და ვაიბერშიც ახალი აღშფოთება შეშფოთების კორიანტელი დაატრიალა. ზურა. გეცნობათ ვინმე ეს? ირმა. მე არა. ლევანი. არც მე. ნინო. სავარაუდოდ შემოეთრა მოისაქმა და წაეთრა. ხათუნა, უნდა ვიპოვოთ და ავაწმენდინოთ თავისი ნაქნარი. ირმა, მაგრამ როგორ შემოვიდა, კოდი საიდან იცოდა? გივი, ალბათ ღია იყო კარი. ზურა, მაგიტომ გეუნებით რა, ნუ ტოვებთ ხოლმე კარის ღიას. იზო, არა, კამერაში ჩანს რომ ლიფტთან ჩამოვიდა, ქნა და მერე გავიდა სადარბაზოდან. ნინო, ესე იგი სტუმრად იყო ვიღაცასთან. გივი, ვისთან იყო სტუმრად, დაწერეთ. ელენე, სტუმრად თუ იყო, იქ უკეთეს ტუალეტში ვერ იზამდა, რაღაცაშია საქმე. ირმა, უცხოელს გავს. ნათია, ეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა. პოლიციას თუ შევატყობინებთ, კარგი იქნება. ეგ კიდევ იზამს თუ ერთხელ გაუვა. რუსო, ჰო, იპოვა მყუდრო ადგილი რა. ელზა, კაცია, თითქოს მსუქან ქალსაც გავს. ნინუცა, მეც ქალს ვამსგავსებ. ზურა, და იქ როცა შვება ეგ ჩანს? იზო, არა, ეგ არა. ხათუნა, ზურგიდან ქალს გავს, ისე კარგად ვერ ვხედავ. გივი, რა ქალს, ეს რანაირადაა ქალი, ბუთქუნა კაცია. იზო, ბიჭია საერთოდ ახალგაზრდა.
ირმა: ფუ, ნატო, იქნებ უბნის ინსპექტორს დაურეკოთ და ფოტოები ეჩვენოთ, იპოვონ და აღებინონ. კახა, აზრი არა აქვს, ადრე პატარა რაღაცებზე დავურეკე და დაიგიდეს. ამ ტიპის მოძებნაზე მით უმეტეს არ შეიწუხებენ თავს. ნათია: რას ქვია თავს არ შეიწუხებენ? ეგრე სადაა? გიორგი: ჩემი ხელოსანი მოხუცი კაცია, კახელი და ეს მსუქანი ქალი თუ კაცი არასდროს მინახავს. ზურა: სალამი გიორგი. გიორგი: გაუმარჯოს. ხათუნა: ვინმემ თუ სტუმარი ამოიცნო, არ დაგვიმალოთ რა? ირმა: და როგორ არ შეეშინდა, რომ თავზე წაადგებოდნენ? ნათია: ხოდა სარჩელი შევიტანოთ რა. ნინო: უიმე, ცოდოა. ნათია: ჩვენ არ ვართ ცოდო, მაგას რომ სუნთქავს და ვუყურებთ, როცა ადამიანი აშავებს და არავინ აკავებს, ის უარეს შვება. თulis რომ მოსულა. გივი: კარგით ხალხო, სუნუ გადაირიეთ რა. ნათია: რატო გადავირიეთ ბატონო გივი, დამნაშავეა და დაისაჯოს. თეა: ბოდიში, ახლა შემოვედი და ყველაფერი არ წამიკითხავ. ზუსტად ვიცით რომ ამ პიროვნებამ მოისაქმა? იზო: კი, ჩანაწერებში ვნახეთ. გიორგი: სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი. სიცილის ღიმილაკები. ირმა: ესე იგი, არაფერი ჩვენ არ გვაშველება. არც საკეტები, არც სადარბაზოს კამერები, რაღა შეიძლება რომ მოვიფიქროთ? გიორგი: ნიშანი დავკიდოთ. ირმა: რა ნიშანი? და აქ გიორგიმ ჩააგდო ფოტო, შავი ფიგურის, რომელიც ისაქმებს და წითლადაა გადახაზული. დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ვიღაცებს გაეცინათ და როგორც ზოგადად ჩვევიათ ქართველებს, ტრაგედიიდან სასწრაფოდ გადაერთვნენ კომედიაზე და ხუმრობა დაიწყეს. თუმცა სულ მალე ვაიბერში დაბრუნდა თეა და დაბრუნდა ყოვლად სასტიკი და გაცეცხლებული. თეა: ახლა წავიკითხე ყველაფერი და მოიცა მართლა აპირებთ რომ აპატიოთ? პარკინგზე მოსაქმება უნდა აპატიოთ? არავითარ შემთხვევაში ჩემი ხელით გამოვაკრავ ამ ფოტოებს. ვინმეს პრინტერი თუ გაქვთ, ამომიბეჭდეთ. ამაზე დიდი მარაზმი მეჯერ არ მინახავს. ტიპმა ყოველას თავზე გვიქნა და რავს ქვია ვაპატიოთ? ამომიბეჭდეთ ფოტოები. თეას ცეცხლმა დანარჩენებიც კვლავ აღშფოთება შეშფოთების მდგომარეობაში დააბრუნა და პირველი ნათია ახვა. ნათია: ზუსტად, სულ კოვზით უნდა ვაჭამოთ. ირმა: იზო, ნამდვილად ეგაა, ვინმეს ცილი არ დავწამოთ. იზო: ეგაა კი, ნამდვილად ეგაა. თეა: ხო და ამოვბეჭდოთ, შემოსასვლელში უნდა გამოვაკრა და დედამისის შვილია ხმა მოიღო, სულ ცხვირით ვაფორთხილებ. ნუ მგონი ვერ მოვერევი, მაგრამ მაინც. გიორგი: კარგით რა ხალხო, სირცხვილია. თეა: სირცხვილი ისაა, რაც მაგანქნა, ჩვენ რისი უნდა გვცხვენოდეს? გიორგი: იქნებ როგორ ეჯვოდა. თეა: მოვკვდები რომ ვერ გავიგო ვინ იყო. გიორგი: ხო და ადექი მაშინ და უჩივლეთ. ელდარი: ისე რასაც ვია ინჟინრის საზაფხულო ტანსაცმელს გავს. ელზა: უიმე, შავები აცვია. გიორგი: всё, გავედი მე და რაც გინდათ ის გიქნიათ. გიორგი მართლაც გავიდა ვაიბერიდან და გავიდა თეაც, რომელიც კიდევ უფრო გაბრაზებულიყო. იმ დონეზე რომ გავიდა არა მარტო ვაიბერიდან, არამედ სახლიდან, კორპუსიდან, ეზოდან. გავიდა კორპუსთან ახლოს მდებარე მოედანზე და იქიდან პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში, სადაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის სურდა სარჩელის შეტანა. საჩივრის დაწერა, რომ ვიღაც დამპალმა თავხედმა მათი კორპუსის ავტოსადგომზე მოჯვა და უზარმაზარი მოჯმული დაუტოვა მაცხოვრებლებს, რომლებიც თეას სიტყვებით გაგიჟებულები არიან, სუნთქვა უჭირთ და თან ეს რა უბედურებაა. ეგრე როგორ უნდა შეურაცხო ადამიანი და თავზე დააჯვა. და თეა მართლა მაგარი გადაფსიხებულია, როცა ამ ყველაფერს პოლიციის თანამშრომელს უყვება. პოლიციელი კი უსმენს და ერთადერთ რამეს ნატრულობს გულში, ღმერთო გევედრები ისე ჩამთავრებინე ეს ლაპარაკი, რომ არ გამეცინოს და რასაც გინდა იმას ვიზამ, სანთელს დაგინთებ, საკლავს შემოგწირავ. და ღმერთიც აშკარად შველის პოლიციელს, რადგან ბოლომდე ინარჩუნებს სერიოზულ გამომეტყველებას და ასე სერიოზული სახით მიჰყვება თეას კორპუსამდე. ჩაჰყვება ავტოფარეხამდე, სადაც ხოის საოცრება ის უზარმაზარი მოჯმული აღარაა და შესაბამისად აღარაა ნივთმტკიცებაც და რა თქმა უნდა თეას შეუძლია პოლიციელს იზოს ჩაგდებული მძღნერის ფოტოები აჩვენოს და კამერის ჩანაწერებიდან ამოღებული ფოტოებიც მოჯმულისა.
რომელზეც სამეზობლო საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოყალიბდა ქალია თუ კაცი თუ საერთოდ ბიჭი. თუმცა თეა რაღაცნაირად სიტუაციას ნებდება და ცეცხლი უნელდება. პოლიციელი მიდის. თეა კი შედის ვაიბერში სრულიად დარწმუნებული, რომ კორპუსის მცხოვრებლებიდან რომელიღაცამ აიღო საკუთარ თავზე გმირობა და აიღო მძღნელი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. მიმოწერებიდან ჩანს, რომ არც კი იციან მძღნელი თუ გაქრა და მოდი ვაღიაროთ. თეას რატომღაც უჩვეულოდ აღაქვთ ფაქტი, რომ თვითონაა პირველი, რომელმაც ეს გაიგო. ამაყად ამცნობებს მეზობრებს მძღნელი გაქრაო და იწყება მეორე გამოძიება იმაზე, თუ სად და რა ვითარებაში გაქრა მძღნელი. სანამ მთელი სადარბაზო გაცხარებული მსჯელობს, იზო კვლავ კამერებს ჩაუჯდება და უყურებს. უკვირს და მერე კიდევ ერთხელ სწრაფი გადახვევით უყურებს. რაც ფაქტია და იზო შედის ვაიბერში და იქ შეკრებულ საზოგადოებას ამცნობს. სადგომზე სადარბაზოდან არავინ ჩასულა. სავარაუდოდ მეორე შესასვლელიდან, რომელიც კორპუსის უკანა მხარესაა, ჩავიდა ის, ვინც მოჯმული აიღო. მის ვინაობას კი ვერასდროს დაადგენენ, რადგან იქით კამერები არ აყენია და მეზობლები უნდა შეეგუონ ფაქტს, რომ გაუჩინარებული მძღნელის საქმე სამუდამოდ გაუხსნელი დარჩება. ასე უცნაურად სრულდება გაუგონარი კატასტროფა, რომელიც მოხდა 2022 წლის 2 ივლისს, დღისით, მზისით. ერთ-ერთ კორპუსში, უпростоრად კორპუსის ავტოსადგომზე, სადაც ლიფტის გვერდიდან კიბით იყო ჩასასვლელი. იმედია ბევრი იცინეთ ჩემთან ერთად. უბრალოდ მე როცა პირველად წავიკითხე, მაშინ ვიცინე ძალიან ბევრი და ამითი ეს მოთხრობა მთავრდება, თუმცა ამ მოთხრობების კრებულში ამ თემის გაგრძელებებს კიდე სხვა ადგილებშიც ნახავთ და რაღაც საიდუმლოებები კიდევ იხსნება და თუ გსურთ მოკლედ ასეთი ტიპის მოთხრობების წაკითხვა ქართველებზე, საქართველოს რაღაცა რეალურ ისტორიებზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის მარი ბექაურის წიგნი „ორ ზღვას შუა“. და აი ეს არის ჩემო კარგებო, რასაც ვამბობდი, რომ ყველაფერი შორიდან არის ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ თუ ჩვენ წარმოვიდგენთ ადამიანს, რომელიც იმ სამეზობლოში ცხოვრობს და ეს მისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია, მაგრამ ამ მოთხრობაში დამეთანხმებით, რომ ძალიან იუმორისტულად არის გადმოცემული, მარის თავად გადახდა ეს ამბავი და ყველაფერი ამ მოთხრობაში არის ნამდვილად სიმართლე, შემიძლია დავადასტურო. გთხოვთ, რომ არ დაგენანოთ ლაიქები და კომენტარები. ჩემთვისაც და მარისთვისაც. და ასევე გამიზიარეთ, რამდენად იცინეთ და რამდენად მოგეწონათ ეს მოთხრობა, იმიტომ რომ მე მართლა ბოლოს არ მახსოვს რამდენიც ამ მოთხრობაზე ვიცინე, საერთოდ რაზე ვიცინე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიცინე ამ მოთხრობაზე. მოკლედ გამიზიარეთ თქვენი აზრი და რა ვიცი, დაგვიფასეთ მოკლედ შრომა მეც და მარისაც თქვენი გამოხატული ლაიქებით, კომენტარებით და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის.